გამარჯობა, ცუგობარი, ისევ თქვენთან არის და ამჯერად ვეწვიეთ კლინიკა Wet Lives და გვინდა გავარკვიოთ ერთი ძალიან პრობლემური საკითხის ამბავი. ხა პრობლემური ერთია თვითონ თავისთავად რო პრობლემაა, მაგრამ მეორე არის ის, რომ ვისაც მაგალითად ხალხმრავალ ადგილას გაგისეირნებიათ ძაღლი და ვისთვისაც ეს ჩვეულებაა, მაგალითად იპოდრომზე და იქ ყოველთვის არიან ხოლმე ესეთი საშუალო ასაკს გადაცილებული კაცები, რომლებიც ეს ახალ ძაღლს დაინახავენ და აი ამას დისპლაზია აქვს. და მეც ახლა რომ არიცი რაღაცა იმდენად დამაჯერებელია რომ უქნევ თავს და ალბათ აქვს ფიქრობ, მაგრამ მე ფიქრდები რომ რა არის ბოლოს და ბოლოს აქვს თუ არა ახლა ამათ ეშლება თუ მართლა ესე დანამდვილები ჩანს. ყოველ შემთხვევაში ამ საკითხის წინაშე მე რამდენჯერმე დავდექი. ხო და გადავწყვიტე ეს საქმე აღარ გადამედო და სპეციალისტთან გამერკვია მაინც რა არის ეს დისპლაზია. მოვედი Wet Life-ში და გიორგი ჩიპატიას მინდა ვეტერინარს დაუსვა ეს შეკითხვა. გამარჯობა. რა არის დისპლაზია? მოგესალმებით, მაყურებლებო, გიორგი ჩიპატია ვარ. ჩემი მიმართულება ქირურგია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია არის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ სახსრებზე. ამიტომ დისპლაზია როგორც სახსრებზე ისე ვისაუბროთ. დისპლაზია დიდი მცნება არის. ამ შემთხვევაში დისპლაზია არის სახსრების ერთმანეთისგან განვითარებობა, არასწორი განვითარება. უფრო მარტივად რო ვთქვა, რომ ყოველთვის გასაგები იყოს. ნორმაში სახსარი ეს არის ერთი ძვალი და ფოსო, სადაც მოძრაობს ყველაფერი. განვითარებულობაში იგულისხმება, რომ რაღაცა ფორმებთან არასწორია, ამიტომ კონკრეტული ერთმანეთთან სწორად არ ზის. ამის გამო ხდება ხახუნი, დაზიანება სახსრის, შემდეგში უკვე ათრიტი ვითარდება, კოჭლობა და შესაბამისი რაღაცები. ეს არის თანდაყოლილი, ეს არის მერე შეძენილი, გენეტიკური თუ როგორ ხდება? დისპლაზია ითვლება გენეტიკურ დაავადებად, ანუ გენეტიკურად მიდრეკილები არიან ამის მიმართ. თუმცა სასიცოცხლო პირობები განაპირობებს რომელ ხარისხში და როგორ გაიზრდება დისპლაზიური პაციენტი. იმიტომ რომ შეიძლება დისპლაზია ჰქონდეს, მაგრამ მოვლა შენახვის პირობების, კარგი მოვლა შენახვის და ვარჯიშის ხარჯზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდეს დაბალი ხარისხის დისპლაზია, ამიტომ მიცხოვროს ოპტიმალური ცხოვრებით, არც კოჭლობა ეტყობოდეს, კარგად ცხოვრობდეს, არც ტკივილები ჰქონდეს. შემჩნევა თუ არის შესაძლებელი, ახლა ის რასაც ის კაცები აკეთებდნენ. როგორ ვამჩნევთ რომ ძაღლს აქვს დისპლაზია? ძაღლს კატას არ აქვს უშუალოდ. აი აქ კარგი ტერმინი არსებობს, თვალი დიაგნოზი არის მევა. დისპლაზიის განსაზღვრა დისპლაზიის დიაგნოზი, ეს არის რენტგენი, გარკვეული მეთოდები არსებობს, რითიც შეგიძლია გარკვეულ ასაკებში გამოიყენო. დისტრაქციის ინდექსი, ნორბერგის კუთხის განსაზღვრა, ბევრი რამე არსებობს, სხვადასხვა ვარიაციები არსებობს. ორთოპედის შემთხვევაში თუ ამას ექიმი ამოწმებს, ნაადრევ ასაკში შესაძლებელია რამოდენიმე ტესტის გამოყენება, რომელიც გაცნობებს, რომ სახსარში არასტაბილურობა მიმდინარეობს, მაგრამ რომელი სახის დისპლაზია, რა ტიპის დისპლაზია არის, რომელი კატეგორიისაა, ამას ყოველთვის რენტგენი ჭირდება. პრაქტიკულად რომ მიუდგეთ ამ საკითხს. როდესაც მე ლეკვი ან კნუტი ამყავს, შემიძლია თუ რა დონემდე შემიძლია გავიგო აქვს თუ არა ან არის თუ არა მიდრეკილი დისპლაზია. რა ასაკში აკავთ? აი მას აქვს მნიშვნელობა. ნუ 2-3 თვე რა, ტრადიციულად როგორც 3 თვეს უკვე მნიშვნელობა, ანუ 3 თვის ასაკში ბევრი სახსარი არსებობს და დისპლაზია შეიძლება იყოს აქ, მუხლში, მენჩი, ყველა ფერს მაგ ასაკში ვერ გაიგებ. მენჯბარძაღის დისპლაზიას რაც შეეხება, 3 თვის ასაკში არსებობს დისტრაქციის ინდექსის განსაზღვრა არსებობს, რომელიც გეუბნება, რომ ეს პაციენტი დაახლოებით ალბათობით იქნება ამ კატეგორიაში და იქნება ეგეთი ხარისხის დისპლაზია. ეს მენჯბარძაღზე. მაგრამ ლეკვები როცა თქვენ აკავთ, გარჩნია ასაკს, იმიტომ რომ ძვლები ჩამოყალიბებულია ერთმანეთზე მიხორცებულის კი არა ფისები, დიაფისები. შესაბამისად, ამ პერიოდში განუსაზღვრელია დისპლაზია აქვს თუ არა. თუ შემოწმების დროს აღმოაჩნდა, რომ სახსარი არასტაბილურია და ვარდება, იმ მომენტში შეიძლება იქ მათქვას, მაგრამ როგორც წესი პატარა ასაკში ამას იშვიათად თუ განსაზღვრავენ. მე ეჭვი მაქვს რომ ის კაცები იპოდრომზე ზუსტად მენჯბარძაღის დისპლაზიიდან გამომდინარე ასკვნიან ეს რაღაცებს, ალბათ არა, ესე ვიკითხავ, ყველაზე გავრცელებული და ყველაზე აშკარა და იოლად დასანახი ფორმა ეგ არის? მენჯბარძაღის და იდაპის დისპლაზია, ეს არის ორი ყველაზე აი როგორ რას ეტყობა? რას შეიძლება შევატყოთ? როგორ შეგვიძლია შევატყოთ? პირველი, თუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მაინც და მაინც ლეკვებზე, როგორ შეგვიძლია შევატყოთ? პირველი, საერთოდ როცა სეირნობთ, თქვენი ძაღლი ნორმაში აქტიური უნდა იყოს. თუ ყოველი გაჩერების დროს ის ცდილობს რომ დაჭდეს და დაისვენოს, ეს უკვე მიზეზია დაფიქრდეთ, რატო ისვენებს. ჩვენ ხო ვსეირნობთ, ის ხო აქტიური არის.
თუ ეხა 20 კილომეტრი გაიარეთ, დაждდება და დაისვენებს, მაგრამ თუ სეირნობაზე გადიხარ და რაღაცას თქვენ რაღაც წამით გაჩერდეთ ტელეფონთან და ის ყოველ წამს ჯდება, ან ცდილობს რომ დაისვენოს პირველი მიზეზი, ეს არის დასაფიქრებელი. მეორე 100%-ით არა, მაგრამ ირიბად მაინც განახებს. ამას ეძახიან კურდღლის ნახტომს. როცა ძაღლი ორივე უკანა კიდურს, როგორც კურდღელი ეხმარობს, ორივეს ერთდროულად. სიარულის დროს ძირითადად სირბილის დროს აკეთებს ამას. ეს იმიტომ აკეთებს, რომ ტკივა და ორ წერტილზე წონის განაწილება უფრო მარტივია ვიდრე ერთ წერტილზე. ეს მეორე ნაწილია. მესამე, თუ თქვენი ძაღლი წევს და აკვირდებით, რომ ჯერ წინა მხარეთი წამოდგება, მერე წინ დაეყრდნობა და უკანა მხარეეთი დგება, ეს უკვე მიზანია იფიქრო, რომ მენჯბარძაღლში სადღაც ტკივა უკანა მხარე. შეიძლება არ იყოს დისპლაზია. შეიძლება სხვა რამე იყოს, მაგრამ ტკივილი არის. უკვე გამომხატველია იმის, რომ მე წინა მხარეს დავეყრდენი ჯერ მერე უკან ავწიე, რადგან არ მეკნოს. ძალიან საინტერესოა. ნიშნები უკვე გვაქვს. ეს ერთი პლუსი დღევანდელ შემსაქმდომრობას. გავაგრძელოთ ახლა, მოდი აი ახსენე რომ სწორი მოპყრობის და სწორი ვარჯიშების და ასე შემდეგ ჯანსაღი ცხოვრების შემთხვევაში დისპლაზიასთან ერთად ცხოვრება შესაძლებელია. როგორც ხვდები, მორჩენადი არ არის? არ იკურნება. როგორ თუ სიტყვა განკურნას გამოვიყენებ, სიტყვა განკურნა ნიშნავს, რომ ჩვენ ორიგინალში უნდა დავაბრუნოთ ყველაფერი. განიკურნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ სახსარ შეცვლი ხელოვნურ სახსრად. ეს ყველაფერი შეხორცდება. მაშინ სახსარი იქნება უკვე ხელოვნური, მაგრამ იქნება სრულფასოვანი სახსარი. ეს ცხოველების შემთხვევაში ხდება? ყველა სახსარზე არ ხდება, ძირითადად ახლა მენჯბარძაღზეა საუბარი, მაგრამ ხდება. აი ეს ერთადერთი მეთოდი არის, რომელიც განკურნული ეწოდება პაციენტს. სხვა მეთოდები არის მხოლოდ ტკივილის შესამცირებლად, ხარისხის შესამცირებლად, დისპლაზიის ხარისხის შესამცირებლად, ტკივილის შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. როგორ უნდა მივხედოთ, რომ დისპლაზიასთან ერთად მისი ცხოვრება არ გაფუჭდეს, მისი ცხოვრების ხარისხი? თუ აი ხარისხიან ვარიანტში ვისაუბრებთ, მაშინ როცა აკავს ლეკვი, პირველი ამოწმებ. პირველი საერთოდ სანამ ყიდულობ, უნდა იცოდე ვისგან და რას ყიდულობ. ყველა არ ყიდულობს. ჩუქნი არის. აკავს კუჩიდან. რაღაცა მეორე მყავს ასე. განსხვავებული არის. კუჩის ანუ ძირითადად დისპლაზია მიდრეკლებიან ჯიშობრივი ძაღლები. მართლა? მედიცინებს დისპლაზია აქვთ, მაგრამ ნაკლებად. 1-10-თან მინიმუმ. რატომ? იმიტომ რომ ჯიშები ეს არის ნაჯვარი ბევრი ერთმანეთთან ბევრი ჯიშის, სხვადასხვა კომბინაციის და როცა სხვადასხვა კომბინაციას ბევრად ერთმანეთთან ნაჯვარებ და ვცდილობ რომ გამოიყვანო კონკრეტული ჯიში, ბევრი გენეტიკური დაავადებები ვითარდება. პირველი უნდა ვიცოდეთ ვისგან აკავს. მინიმუმ მშობლები უნდა ნახო. უნდა გაარკვიო, აქვთ თუ არა იმათ დისპლაზია. საქართველოში არ მოითხოვება დისპლაზიაზე განსაზღვრა. მაგალითად, ევროპა რო ავიღოთ, იქ მოითხოვება დისპლაზიაზე განსაზღვრა. შენ არ შეგიძლია ცხოველის გაყიდვა, თუ არა გაქვს სპეციალური უფლება და ამ უფლებაში შედის, რომ ის განსაზღვრული უნდა იყოს, ჯიშობრივად აქვს თუ არა დისპლაზია. ასევე სხვადასხვა პათოლოგიები, არა მარტო დისპლაზია არსებობს. სხვადასხვა პათოლოგიები არსებობს. ამ ყველაფერზე განსაზღვრის მერე შეგიძლია შენ, რომ გაყიდო ცხოველი. გასაგები. ხოლოდ ასე ეს პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი, თუ აკავთ და საშუალება არის რომ აიყვანოთ, აიყვანეთ იმ ასაკში, სადაც შემოწმება შეიძლება 2 თვე ნახევრის 3 თვის ასაკში. აცრელიც უნდა იყოს წესით ამ ასაკში. ვაქცინირებული და ჰელმინტი ან დამუშავებული უნდა იყოს. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს ხელით, მაგრამ იმ მომენტში პათოლოგია ვერ იპოვოს. რენტგენი 3 თვის ასაკში, 2 თვე ნახიდან 3 თვის ასაკში, მაგალითად დისტრაქციის ინდექსი არსებობს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მივხვდეთ დაახლოებით რა კატეგორიის დისპლაზია იქნება და რა კატეგორია გაუვითარდება დისპლაზია. თუ შენ იცი მაგალითად 2 თვე ნახევარ 3 თვის ასაკში რომ ამას დისპლაზია ექნება, არსებობს ძალიან ელემენტარული ქირურგიული ჩარევა, რომელსაც სიმფიოდეზია ეწოდება. ეს არის სიმფიზის სპეციალურად დაზიანება იმისთვის, რომ განვითარების დროს მენჯმა მეტად დაფაროს ბარძაყის თავი და დისპლაზიის ხარისხი შეამციროს. ეს არის პროცედურა ძალიან მარტივი, მსუბუქი, ძალიან მარტივი პროცედურა არის, რეაბილიტაცია ძალიან სწრაფი აქვს, შედეგები აქვს, მაგრამ არ განკურნავს. შეამცირებს ხარისხს. მეორე, როცა იზრდება ცხოველი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან საქართველოში კალციუმი და დესამის პოპულარობა არის ძალიან უყვართ ამის მიცემა. ერთ-ერთი მაპროვოცირებელი არის წონის მატება, ჰიპერკალციემია. წონის მატება რას ნიშნავს? როცა ლეკვი იზრდება და შენ დიდი რაოდენობით ცილას და ნახშირწყლებს აძლევ, ის იზრდება ძალიან სწრაფად, მისი ძვლები კი ვერ აწრებენ ჩამოყალიბებას. მეორე ტრავმები, დატვირთვა,
ზოგი იწყებს ვარჯიშს ლეკვიდან 2 თვის ასაკიდან. ნუ აი ძირითადად ეს ისეთი სპორტული ძაღლებზე არის საუბარი, ან დაცვით ძაღლებზე 2-3 თვის ასაკიდან იწყებენ დატვირთვას. ეს კი საკმაოდ ძლიერი დატვირთვა არის ზოგჯერ სახსრისთვის. ეს იწყებს დეგენერაციას, დაზიანებას, მიკროტრაუმებს გებულობს. ეს რო არ მოხდეს, პირველი წონის კონტროლი არის მნიშვნელოვანი, ზრდის პერიოდში და დატვირთების კონტროლი. და ვარჯიში. შენ უნდა გქონდეს ოპტიმალურად დაბალი წონა, ნუ დაბალი იგულისხმება, რომ სიჭარბეში არ უნდა წავიდეს. სიჭარბე არა ჭარბი, კი. სისწრაფე გაზრდის. შეიძლება ესე ვერ აკონტროლოს სისწრაფე, მაგრამ შენ თუ კვებით ნივთიერებებს ბევრს აძლევს წონაში იმატებს და ტანსაცმელი იყვის. ამიტომ კონტროლი უნდა გქონდეს კვების. მნიშვნელოვანი და მსუბუქი ვარჯიში უნდა იყოს. მსუბუქი ვარჯიში ნიშნავს სიღრმობას, ჰიდროთერაპიას, სურვას, მასაჟს, ფიზიოთერაპიას. და არა წონით დატვირთვას. მეც არ მაწყენდა ეს ხოთაში. ეგ არავის არ გვაწევს. თაში სიარული არ შეიძლება. ანუ ამ ასაკში შენ შეგიძლია ეს ახლა ვეხებით ლეკვებს, ხო ესეა? ჯერჯერობით ლეკვებს. ამ შემთხვევით, ამ შესაძლებლობით შენ შეგიძლია შეამცირო. არის რამოდენიმე კვლევა ჩატარებული, თუ არ ვცდები, კორსოებზე იყო ჩატარებული. დისპლაზიანი ძაღლების შვილები აიყვანეს, რომელსაც მე-13 თუ მე-4 ხარისხის დისპლაზია ჰქონდათ და ზრდის პერიოდში გაზარდეს კარგად. კვების კონტროლი, ვარჯიში, მსუბუქი ეს ყველაფერი და აღმოაჩნდათ, რომ საბოლოო ჯამში პირველი ხარისხის დისპლაზია ჰქონდათ. ჩამოუქვეით და მე-3 ხარისხი არ განვითარდა, განვითარდა პირველი. და პირველი ხარისხი იმდენად ოპტიმალურია, საერთოდ არ არის კარგი, მაგრამ ჩვენს რეალობაში პირველი ხარისხი იმდენად ოპტიმალურია, რომ თუ დისპლაზია გაგდიაგნოზი, გერჩინოს პირველი ხარისხი ჰქონდეს ვიდრე სხვა. სავარაუდოდ რაღაცა ჯიშები იქნება, ვარაუდობ, უფრო მიდრეკილი ამ დისპლაზიისკენ, რადგანაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჯიშიანი უფროა, ესე იგი ამ ჯიშიანებში კიდევ უფრო იქნება გარკვეული ნაწილი. კატებში ძირითადად ეს მეიკუნი არის და ძირითადად ეს ბრიტანული არის. და ბრიტანულთან ნაჯვარი ჯიშები რაც არის მე. ძაღლებში ბევრი არის, კატებშიც არის მეტი, მაგრამ აი ძაღლებში ყველაზე გავრცელებული ვიშიც არის, ეს არის ავჩარკა. გერმანული თუ ნებისმიერი ბელგიური, გერმანული ყველაზე ხშირი. ლაბრადორი. აჰა. დობერმანი. ეს დისპლაზიის ნაწილებში შედის, ამიტომ მინიატურულ ჯიშებში, იორკებში არის ხშირად გავრცელებული, შპიცებში არის ხშირად გავრცელებული. პირიქით ალბათ გამიჭირდება თქვა, რომელ ჯიში არის ნაკლებად. რომელში ნაკლებად, აი ეს მინდა და შედარებით ნაკლებად ალბათ პიტბულებში, ბულებში, პუდელებში, ზირთად ნაკლებად ხდება, ესე ვთქვათ. ახლა ისეთი ჯიშები, რომელსაც ბრონხეცეფალები არიან და ისედაც კიდურებით აქსა და მსგავს ჯიშებს არ განვიხილავთ, იმიტომ რომ იქ ისედაც ყველაფერი სასწაულად არის მოწყობილი სახსრები. მოკლედ ეს ბრახიოცეფალები დიდი პრობლემური ხალხი ყოფილა. წინა გადაცემაშიც ვახსენეთ ერთ-ერთში და ამაზე ცალკე პატარა ვიდეოც არის ჩვენ არხზე და შეგიძლიათ ნახოთ. არ ვიცოდი თუ ასეთი პრობლემური იყოს ბრახიოცეფალები. ყველაზე პრობლემური ჯიშები არიან. ხო რა? ყველა მხრივ. ნებისმიერი დარგის ექიმისთვის ყველაზე რთული არიან. იმიტომ რომ ბევრი პათოლოგია გააჩნია საერთოდ. დისპლაზია არის გენეტიკური, როგორც თქვით. შეიძლება თუ არა ცხოველმა შეიძინოს ის. თუ დისპლაზიაზე ვიძახით, შეიძლება ცხოველმა ტრაუმების შედეგად გაინადგუროს სახსარი. მაგრამ ამას უკვე დისპლაზია არ ამას ვერ დავარქმევ ამას არ იქნება უკვე დისპლაზია. დისპლაზია გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც მიდრეკილი არის. და ის, ვინც ტრაუმებს შეიძენს, ან რაღაც დაეტრაუმირებს, ეს უკვე ტრაუმულია. რამე ხო არ გამოგჩა, რამე მნიშვნელოვანი ხო არ დამჭა, რაც მე შეიძლება არ ვიცოდე და საკითხავია. წონას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია, რაც კი არსებობს წონა. იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა, რაც მე მესმის და რაზეც ყოველთვის აქ ვიტყვი, პაციენტს არ შემიძლია სახეში უთხრა, როცა მოდის პაციენტი მეუბნება, იცით რა, ჩემს ახ დისპლაზია აქვს, ძალიან დიდი ხანია ვიცით, მაგრამ წონაში ძალიან გამექცა. პლუს 20 კილო აქვს აკრეფილი. და მე გახარ და ფიქრობ, აი, რა უნდა გიჩიო ახლა? შენ ძაღლს დისპლაზია აქვს, სახსრები ცუდად აქვს. პლუს 20 კილო აქვს მომატებული. კოჭლობს. იკოჭლებს ტკივა. 20 კილო აქვს მომატებული. აქ რამის თქმა უკვე რაღაცა საყვედურის თქმასავით არის, რომ აქამდე საერთოდ ხო? სად იყავი აქამდე ვერ ეტყვი, მაგრამ აქ აი აქ შეგვიძლია, აი აქ საგიყავით აქამდე. ნუ ელოდებით იმას, სანამ ჭარბწონაში წავა. ისე ირნეთ, კვებითი რაციონის შექმნით, დატვირთვა შექმნით, პლუს 20 კილო რო აქვს, მე შემიძლია ტკივილ დამაყუჩებელი დაგინიშნო და რამოდენიმე დღე ტკივილმა გაუაროს, მაგრამ მაინც ატკივდება ეს სახსარი. ეს არ უშველის და 20 კილოს დაკლებას, 2 კილოს დაკლებას უნდა თვები. კუნთების განვითარებას უნდა თვები. კოჭლობას კი წუთები. მადლობა გიორგი ჩიკვარტიას კიდევ ერთხელ
აი ამ მომწურავი პასუხებისთვის, მადლობა კომპეტენტოს მხარდაჭერისთვის და სპონსორობისთვის. მადლობა თქვენ რომ უყურეთ ამ გადაცემას და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი, გაავრცელოთ, გააზიაროთ და რაც მთავარია კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენი კომენტარები ამ გადაცემაზე იქნება თუ თქვენთვის სასურველ თემებზე არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ თქვენთან შეთანხმებით უფრო საინტერესო თემებს შევარჩევ და მე ერთად გავხდებით უფრო ჭკვიანები და სულ მცირე რაღაცა დაავადებებისგან მაინც დავიცავთ ჩვენ ცხოველებს რა, როგორიც მაგალითად დისპლაზია. მადლობა გიორგი. მადლობა თქვენ. სულგობარის რჩევები იყო კარგად. არ ეხტრავთ.